ცოტა გულგატეხილი იყო, თუმცა ნუ ელოდებოდა მაინც ამ განაჩენს, მაგრამ ელოდებოდა 4 წელსა და 6 თვეს. არ ელოდებოდა 2 წელს და არ ელოდებოდა მუხლის გადაკვალიფიცირებას. მაგრამ მე ველოდებოდი ამას, სიმართლე რა ვთქვათ, იმიტომ რომ ქალბატონი თამარი ფიზიკურად ვერ დაასაბუთებდა და ვერ ახსნიდა ვერც ზვიადის ორგანიზირებას, იმიტომ რომ ერთადერთი ორგანიზატორი, ვინც ამ აქციას ყავდა, ეს იყო ირაკლი კობახიძე, ვის გამოც ეს ამდენი ხალხი გამოვიდა აქციას და რატომაც დაიწყო თავიდან და თავიდან. ეს აქციები და ძალიან გაღიზიანებული იყო, ცოტა გულდაწყვეტილი იყო, თუმცა ნუ იცოდა მაინც რა იქნებოდა და წინასწარ ჩანიშნა პაემანი მაინც, ხანმოკლე პაემანი ჩამინიშნა 22 რიცხვში. არ ვიცი რატომ უნდა და 22, მაგრამ ნუ გადაწყვიტა რომ სანამ სასამართლოზე მოვიდოდი რომ ჩაენიშნა მაინც. იმიტომ რომ შემდეგ შესაძლებლობა შეიძლება აღარ მქონდესო. და ეს შუშის იქით, შუშის აქეთ ცოტა ურთიერთობა 9 თვე, აი ძალიან რთული არის, სიმართლე რა ვთქვა და აი კიდევ წელიწადი და 4 თვე, კიდევ რამდენი. დღეს ნიკა, თორნიკე, ვეფხვია, ზვიადი, გიორგი, ირაკლი, ანუ ხვალე ვინ იქნება? რეზო, ანდრი 11 ეულის პროცესია ხვალა. პლუს ნიკა კაცია, პლუს საბას ხვიტარიძე, წარმოუდგენელი. 13 ადამიანის განაჩენია ხვალე. დღეს 9 განაჩენი მოვისმინეთ. 9-ვე გამომტყუნებელი. ხვალე 13 ადამიანის განაჩენი უნდა მოვისმინოთ და არ ვიცი ახლა რისი იმედი უნდა მქონდეს რომ რომელიმეს გაამართლებენ და ისიც მაგათი გადაწყვეტილებით თუ გაამართლებენ. და ანუ დღესდღეობით კიდე რო არაფერი არ ხდება. დღის 6 საათზე იყო ნიკას ინტერვიუ და რაღაცნაირად გამიკვირდა მე TV პირველის ვუყურებდი და ნიკას ჩანაწერი იყო გაშვებული და ძალიან გამიკვირდა მე თვითონაც არ ვიცოდი საიდან როგორ მოახერხა და თვითონაც იგივეს იძახდა რომ ჯერ ეს ბავშვები ალბი, თათია ესენი რომ დააკავეს მაგაზე გაგიჟებული იყო იქიდან რა გავაკეთო ხელები შეკრული მაქვს და თქვენ როგორ არაფერს არ აკეთებთ და სულ მაგაზე აქვს ჩხუბი, სულ მაგაზე აქვს ბრაზი რომ აი როგორ შეგიძლიათ რომ ესე სახლში იჯდეთო და მეც სულ ამაზე მაქვს აი არ შემიძლია სახლში გაჩერება ფიზიკურად ვერ ვჩერდები ხოლმე სახლში აი ერთი დღე რომ სახლში გავჩერდე ისეთ შეგრძნო მაქვს რომ რაღაცა მაკლია და მე რო არ გავდივარ გამოდის რომ ისიც არ არის ისიც არ არის ისიც არ არის და რაღაცნაირად ჯაჭვური რეაქცია არის და ხვალე ვინ იქნება ზეგ ვინ იქნება მაზეგ ვინ იქნება და ესე უნდა დაველოდოთ და ველოდოთ და ველოდოთ როდემდე ველოდოთ 13-ს ველოდოთ 4 ოქტომბერს და რა იქნება ალბათ ახალი წელს უნდა დაველოდოთ მე რაღაცა იქნება იყოს როდემდე უნდა ველოდოთ აი როდემდე უნდა ველოდოთ ამ ყველაფერს რომ გადავწიოთ იქნებ გაზაფხულზე რამე იყოს იქნებ ზაფხულში რამე იყოს დღეს რატო არა ხვალ რატო დღეს გამოვიდეთ დღეს გავაკეთოთ ხვალისთვის რატო გადააქვთ გადადებული საქმეა